სინოკლინიკებში ინფექციების კონტროლის განმეორებითი მონიტორინგი დაიწყო. თბილისის მასშტაბით 10 სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციების კონტროლს მონიტორთა ჯგუფები შეაფასებენ. თბილისის შემდეგ ნოემბრიდან ინფექციების კონტროლის მონიტორინგი რეგიონებშიც დაიწყება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მონიტორინგის პროცესს ინგოროყვას კლინიკაში გაეცნო. მონიტორინგის მეორე ეტაპი ემსახურება სწორედ იმის კვლევას, თუ რამდენად იქნა გათვალისწინებული ის რეკომენდაციები და ის ხარვეზები გამოსწორებული იქნა თუ არა, რომელიც იქნა ნანახი პირველი ეტაპის მონიტორინგის შედეგად. მიზანი არის სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა და პაციენტის უსაფრთხოება. გავითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები. დღეს კიდევ მე და ქალბატონი ნინო ვლაპარაკობდით, არის ახალი კიდევ რეგულაციები, რომელიც უნდა გამოვასწოროთ და გავაკეთებთ, იმიტომ რომ ერთად და უცებ არაფერი არ კეთდება 100%-ია, ნელ-ნელა ეტაპობრივად მივდივართ, თუმცა ის უნიშნელოვანი შენიშვნები ავადმყოფის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, ეს არის საერთო ზოგადი ინფექციებთან ბრძოლა.